ჯავახეთის ეროვნული პარკის რეკონსტრუქცია იწყება ტერიტორიის განვითარებისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 500,000 евро გამოყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ჯავახეთის ეროვნული პარკის განვითარების სოციალური პროექტი უკვე გააცნო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. ჯავახეთის ეროვნული პარკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით აპრილში შექმნეს. სოციალური პროექტების განხილვა და განისაზღვრა ძირითადი მიმართულებები, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს პროექტის დაახლოებითი ბიუჯეტია 500,000 евро და გამოიყო ძირითადი მიმართულება, ეს არის ეკოტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით სასტუმროების შექმნა და ასევე ტურისტული ინვენტარის აღჭურვა ადგილობრივი მოსახლეობის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. აქ წარმოდგენილია საინტერესო ბიომრავალფეროვნება, რომლის დაცვაც აუცილებელია მთლიანად მსოფლიოსთვის.